ნებისმიერ მედია შეიძლება მოედავონ და დააჯარიმონ ან დახურონ. და მან მთელი პრობლემა რა არის? ხალხი რატო არ ეგირებს, რომ მედიები რა ჩემი საქმეა. მედიებმა თვითონ შექმნეს ეგეთი რეპუტაცია, რომ უნამუსო მოვლენად ითვლება სამართლიან დიდწილად და აქედან გამომდინარე ხალხში ადვილად გატანადია მათზე დაცენზურების იდეა. მაგრამ ამას მოაყოლეს, აი ამ განხილვას, მოაყოლეს საერთოდ შემოაგდებენ ხოლმე აზრს, რომელსაც მე გაატარებენ. აი მოусმინოთ სოზარ სუბარმა თქვა, აი ეს რაღაც ინიციატივა გააჟღერა, მოусმინოთ და ეგეც გავარჩიოთ. გასაგებია რომ აი ამ კანონის თემა არ არის, მაგრამ დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებების, ხო, ბეჭდვითი მედია, სოციალები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზე, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჭადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ, რასაც აუცილებლად ხდება ის, რაც ხდება დღეს მედიაში, ამის მოთმენა უბრალოდ შეუძლებელია ძალიან ხშირ შემთხვევაში. მადლობა. პირველი, აი ხლა ეს ამას რომ მოისმენს ვიღაცა კოცი, იტყვის რომ რა კარგი ინიციატივა. აი ყველა ვინც ამ ინიციატივას ვინც ეწინააღმდება ყველა ნაცია. ეს არის აი რა როგორი ეროვნული მთავრობა ყავს ინტერნეტში ხალხის ლანძღვას აკრძალავს ეხა და იქ გელი და კრავი ერთად მოძოვს აწი ინტერნეტში და იქნება წესრიგი და ესეთი რაღაცა ჰარმონიული სივრცე. იქნებიან ეგეთი ხალხი, რომელიც ამ გამოსვლას ესე შეაფასებს. აქ რა ითქვა, ეგ უნდა ავხსნათ, ბევრმა შეიძლება ვერ გაიგო. Facebook-ში მეგობრებო, თქვენ რო წერთ თქვენს აზრებს, მთავრობის მიმართ კრიტიკულს, რაღაცა თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს გამოთქვამთ, დისკომფორტის შემქმნელს მთავრობის მიმართ ასე შემდეგ, მაგასში დაცენზურება, ჩარევა, დაჯარიმება, მათ შორის დაპატიმრება თეორიულად, თუ ბრიტანულ მოდელს განვიხილოთ, მაგალითად ბრიტანული მოდელი ეგ არის. ბრიტანული მოდელი ეგ არის, რომ ადამიანებს აპატიმრებენ სახელმწიფოში დადგენილი იდეოლოგიური და პოლიტიკური ნორმების მიღმა გასulis გულისთვის. ან მაგალითად, ეხლა იქ თავისი ნორმებია, რაღაც უმცირესობების მიმართ სიზულის ტირაჟირება ჩვენთანაც სხვათა შორის გადმოტანილი დიდწილად ჩვენი მთავრობის მიერ. მასეთი შეხედულებების ტირაჟირებისთვის, რასაც თulis იქაური იდეოლოგიური პოლიტიკური ელიტა, რომ ეს არის იდეოლოგიური დაუშვებელი ფარგლები, ან დისკომფორტის შემქმნელი ასეთი აზრების ტირაჟირება, ამაზე ჯარიმებიც გათვალისწინებულია და პატიმრობაც გათვალისწინებულია. დაახლოებით იგივე ლოგიკაზე აქ საუბარი, უბრალოდ აქ გვესმის, რომ ამ თავრობას რაც არ მოეწონება, ეგეთი რაღაცები დაცენზურება. ანუ აი უფრო რომ გავამარტივოთ კიდე რა, ეხა სოზარ სუბარმა თქვა, რომ Facebook-ში უნდა იკრძალებოდეს ადამიანის პირადი შეურაცხყოფაო. უნდა იკრძალებოდეს როგორ არის? თავრობამ უნდა იმოქმედოს. არა, ეგ არ უთქვია, ეგ მნიშვნელოვანი, ეგ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებას არა, ეგ თქვა. არა, ამატა. აი უყურე რა თქვა. ამატა სოციალურ ქსელს უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე ტელევიზიას. ხო, კი ბატონო. ანუ ინფორმაციის გავრცელების კუთხით არის პრობლემა. კი. ეს არ არის ლანძ ვიღაცა შეაგინეს და მაგ კუთხით არის პრობლემა. ტელევიზიას ხო ვაცენზურებთ, იმიტომ რომ იქ ინფორმაცია რო ვრცელდება, ეს ინფორმაცია პრობლემური ხდება ხოლმე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ ტელევიზიას ვაცენზურებთ, ობიექტურობას მოვითხოვთ, დაბალანსებულებას მოვითხოვთ, ვიღაცას რო აკრიტიკებ, ფაქტი თუ არ მოუყვანე მაგის კრიტიკისა მოდავებას ექვემდებარება კანონის დონეზე, მაგას მოვითხოვთ, იმიტომ რომ დიდი გავლენა აქვს ტელევიზიასო, ეგ არის კანონის ლოგიკა, რომელსაც განიხილავენ და ამ დროს სუბარი ურთავს გავითვალისწინოთ, რომ სოციალურ ქსელებს დღეს უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე ტელევიზიას, ამიტომ ეგ უნდა დავაცენზუროთ ასევე და ამ მომენტში, ამ წინადადების თქმის მომენტში ხდება რა, რომ ეხლა ჩვენი კრიტიკა რომ აკრძალული იყოს, ეგეთი ფორმულირება რომ ჩამოვაყალიბო ამ წინადებაში ძალიან არაპოპულარული იქნება და ფორმულირებას ახდენს ვიღაცის პირად ცხოვრებას ჩარევა, პირად ცხოვრებას ჩარევა ისედაც აკრძალული კაცო, ხა ვიღაცის პირად ცხოვრების
მასალებს ვიღაცა თუ აქვეყნებს, ეგ ისედაც ეხლაც დასჯად იქმედება. ამიტომ ეგ რაც დაამატა, ეგ არის კიდე ცალკე უსინდისობის პიკი. თითქოს აქ რაღაცა იცი რას აპირებენ უბრალოდ, აი ვიღაცას იმაში ინტერნეტში შეურაცხყოფა მიაყენან და მაგის დაცვას აპირებენ, მაგისგან დაცვას აპირებენ ერთმანეთს. რავე, მოდი გარკვეულ. საერთოდ მაგას რო გავუყვეთ. აი წარმოვიდგინოთ რომ მართლა მაგას აპირებენ, აი ვიღაცას ინტერნეტში აგინა და არ ვიცი რა უნდა მოხდეს რაღაცა შავნაბადის სპეცნაზი უნდა შევარდეს იმასთან ჩერეს ფანჯარა თოკით და მაგას რატო არ უნდა გავყვეთ გეტყვი არა მე გეტყვი რატო მოდი მე გავყვები და შენ მე გააგრძელე აი მართლა სერიოზულად მე გვეკამათებოდნენ ვიღაცეები მართლა სერიოზულად მოხდა საუბრობის გინება რო აიკეცავს გინება ხო ცუდი აი ეს რაღაცა და მე არა ვარ თანახმა რომ თუნდაც ეგეთი არგუმენტი ვინმეს გაუტაროთ და აუხსნე რატო აი ნახე სოზარ სუბარმა გითხრა რომ სოზარ სუბარის მიღებული რაღაცა კანონი თუ არ მოგეწონება და შეხვალ Facebook-ზე და დაწერო ამ სოზარ სუბარს ცოტა ხო არა აქვს აი ეგეთი ტექსტი რო დაწერო მაგაზე უნდა მოვიდეს პოლიცია და უნდა იმოქმედოს შენზე აი ეგ გითხრა სოზარ სუბარმა და სურო მარტო ეგ იყოს და ის არ იყოს რასაც შენ აუ ეგ ვაფშე იდიოტიზმია, კაც უკვე არასწორი არის საკითხის ეგრე დაყენება. ანუ ადამიანი რო გეუბნება რომ შენ ჩემქმედებებს აწი თუნდაც შეურაცხყოფელი ფორმით. ვეღარ შეაფასებ ინტერნეტში, აი Facebook-ზე ვერ დაწერ რა. და მაგას რო ადამიანი თulis რომ ეგ კარგი მოვლენაა მან ძალიან მიქარავს ეგ მაგაზე ვიღაცები იტყვიან რომ მე ვარ მომხრე რომ ინტერნეტში ყველამ აკადემიურად ისაუბროს და ქართული ოცნება მაგის დამკვიდრებას ცდილობს რომ ქართველებმა უკიდურესად წესიერად და უკიდურესად ძდილობიანად ვილაპარაკოთ. ეგ ჩინეთში არ მოხერხდა რომ ყველა ერთადერთი სადაც ვიცის რომ ეგ მოხერხდა, ეგ პრაქტიკას ვამბობ რა. მაგრამ მაგას ინტერნეტში რომ ხალხი არ იგინებოდეს ერთადერთი სადაც მოხერხებადია. ეგ მოხერხდა ჩრდილოეთ კორეაში, რომლის ინტერნეტი საერთოდ არ არის ინტერნეტი. ანუ შიდა ქსელი აქვს და მაგაზე რატო ვლაპარაკობ? ანუ მაგას არაფერი სხვა რაღაცას სიძახი. არაპირებენ მაგას, აქ ლაპარაკი არის ინტერნეტი არის ინფორმაციის გავრცელების საშუალებად იქცა. შენ დადექი და ძალიან ყოჩაღად მივრცელებ რომ 6 მილიარდი დოლარის ქონებას ვაპირებ მივყიდო არაბებზე და ეგ პრობლემაა და ეგ ეხლა ტელევიზიაზე მეტად აქედან გავრცელდა და მიაცენზურეთ ესე. ეგრეთ გება კაცო საკითხი ჩვეულებრივი ხალხი არ ანაღლებს ამ ხელისუფლებას ცენზურა, ის ცენზურა მეთქი ინტერნეტში რაღაც ვიღაცების მიმართ შეურაცხყოფის მიყრება, მათ შორის მათ მიმართ. მათ ეხა რა აინტერესებთ? ეხლა უყურებ სად-ჩანს ამ ხელისუფლების ვერაგობა. ერთის ხრივ გახარებული დარბიან რომ აგერ ტრამპი მოვიდა და ტრამპი ჩვენი ძმაკაცია არა და არანაირი კავშირი არ აქვს ტრამპთან. პლუს ამბობენ რომ აი ხედავთ ტრამპი ამ გლობალისტებს და ლიბერალებს როგორ სამართლიანად ექცევა და როგორ მიუთითებს იმაზე რამხელა უსამართლობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა ევროპის ტერიტორიაზე. ერთის ხრივ ამაზე საუბრობენ და მეორეს ხრივ საკუთარი ხელით იგივეს აკეთებენ, იგივეს დამკვიდრებას ცდილობენ, რასაც გლობალისტები აკეთებენ, თუნდაც დასავლეთში და ევროპაში. ანუ აქ ჩანს უკვე მათი ვერაგობა და უყურე რაშია საქმე. ამათ კაცო ფეხებზე კიდიათ, ვინ ვის შეაგინებს და ვინ ვის რას ეტყვის. ამათ უბრალოდ უნდათ სოციალურ ქსელების კონტროლიც. არ უნდა ხდებოდეს სოციალურ ქსელებში პოლიტიკური აზრის ფორმირების საშუალება. ფაქტია, რომ ქართული ოცნების პირობებში უფრო და უფრო მეტი კონტროლის ბერკეტებს იღებს ხელისუფლება ყველა სფეროში. ოჯახებს ხო უკვე აკონტროლებენ, ოჯახები დანგრეული და დაჭერილი ყავთ თავისი დრაკონული კანონებით, ხო? აი ოჯახური ძალადობის მუხლით ზის ყველაზე მეტი უფრო მეტი პატიმარი, ვიდრე დანარჩენი ყველა სხვა მუხლით. კი. ხო, ეგ ერთი.
ანუ ოჯახებზე უკვე ბერკეტები ხომ მოიპოვეს. ტელევიზიებზე აპირებენ ახლა მოპოვებას, სოციალურ ქსელებზე უკვე დაინიცირეს, გააჟღერეს ინიციატივა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი რამე არსებობს ამათ წინააღმდეგ ოპოზიციური აქტივობა, თუ კი რამე არსებობს, რაც ქართულ ოცნებას შეიძლება პოლიტიკურად არ აწყობდეს, ეგეთი ქმედება ყველაფერზე თავისი ბერკეტი უნდათ რომ მოიპოვონ და ყველაფერი უნდათ რომ აღმოფხვრან თავიდან. აი მაგალითად ეხა მაგალითს მოვიღო, ჩვენი პარტია ხო აქ ანუ ხო გააუქმეს ჩვენი პარტია. ეგ პარტია ხო უკიდურესად კანონდარღვეული ნაბიჯი იყო. მაგისი გავრცელება, მაგაზე საუბარი უკვე არ აწყობს ქართულ ოცნებას. მაგის გახმოვანება არ აწყობს. როცა ლაპარაკია სოციალურ ქსელებს, დიდი გავლენა აქვს, მან რა იგულისხმება? შენ რო რაღაცას ლაპარაკობ, რაც მას არ აწყობს და შენი საუბარიზე რო გეთანხმება, ანუ შენი საუბრით იგებს ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელების მეშვეობით, ეს ითვლება უკვე გავლენად. იმ გავლენად, რაზეც ქართული ოცნება, რასაც გულისხმობს და ანუ საბოლოო ჯამში მათ უნდათ ასეთი რეალობა. მხოლოდ თავისი ტელევიზიები, მხოლოდ სოციალურ ქსელში მარტო თვითონ უნდათ რომ რაღაცა გაავრცელონ, ყველაფერი ოპოზიციური უნდა შეზღუდვადი იყოს და დაბლოკვადი და ბოლო პერიოდი როგორიც იყო, ეგეთი მიმართულებით დაიწყეს ამათაც. ჩემი აზრით, მიშას მმართველობა არ იყო ასეთი, მიშას მმართველობის სოციალურ ქსელები საერთოდ არ იყო. სოციალურ ქსელები იყო, მაგრამ მაგ დონეზე არ იყო განვითარებული, მაგრამ ნუ ეხა ესენი ჯერ არ არიან იმ დონეზე მისული, მოდი ეხა გულწრფელები ვიყოთ, იმიტომ რომ მიშას მმართველობის ბოლო პერიოდში იყო ეგეთი სურათი, რომ ყველა ოპოზიციური მედია დაიხურა. ან გადავიდა მიშას კონტროლ ქვეშ და იყო როგორ იცი, აი რაღაცა სიუჟეტი ხომ მზადდებოდა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმედზე და რუსთავიორზე ტექსტი გადიოდა ერთი ბოლოს. აი რაღაცა მოვლენის შეფასება რო იყო, კადრები და ტექსტიც კი იყო ერთნაირი და ამათმა რა მიმართულებითაც დაიწყეს სულა, არის მაგ მიმართულებით. ჯერ ხა მადლობა ღმერთს მან და არა ვართ მისულები. მაგრამ ტრაექტორია არის მაგ. არა, აი რაც დავამატებ. მიშას დროს უარესი იყო, მაგრამ ესენი რაც წაკეთებენ, ესენი კანონმდებლობით, მიშას დროს არ იყო რაც ხდებოდა, რაც მთავრობა აკეთებდა, უკანონო ქმედებებს აკეთებდა. იგივე სოციალურ ქსელები მაშინ იყო ძალიან განუვითარებელი, მაგალითად ადნაკლასნიკები და ფორუმი იყო საქართველოში ყველაზე მეტად ის ნაცების იყო და იქ რაღაცა რეპრესიებს ახდენდნენ ხოლმე, მაგრამ მან სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. იქაც იბლოკებოდა და ახდენდნენ რეპრესიებს, მაგრამ მან კანონის ფარგლებში კი არ მოქმედებდა. მაშინ ნაცების დროს პირდაპირ უკანონო ქმედებებს პირდაპირ აკეთებდა მთავრობის ჯგუფები, მაგრამ ეხლა რა არის პრობლემა? ეხლა არის საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს რაღაცა კანონმდებლობის მოწესრიგება ხდება, რაღაცა თითქოს დასავლეთიდან განთავისუფლება ხდება, რაც გულისხმობს იმას, რომ აი ხა რაღაცა სწორი, რაც საქართველოს აწყობს ისეთი კანონების მიღება ხდება და მაგ ფონზე იღებენ მხოლოდ ქართულ ოცნებას რო აწყობს. და მე დანარჩენი დედამიწის კი არა, საქართველოს მოსახლეობის არავის რო არ აწყობს, მარტო ქართულ ოცნების უშუალოდ ფულით ვინც არის მიბული, მარტო მაგათ რო აწყობს, ეგეთ კანონებს იღებენ და მაგაზეა ლაპარაკი, რომ კანონმდებლობის მოწესრიგების ესეთი განწყობით იღებენ ისეთ კანონებს, რომელიც არის ძალიან საფრთხის შემცველი და საერთოდ კატასტროფაა ესეთ გარემო და ერთ დავამატებ, აი სააკაშვილის პერიოდი ვახსენეთ. სააკაშვილის პერიოდის დროს რა თქმა უნდა ბევრად უფრო კრიტიკული მდგომარეობა იყო, მაგრამ უყურე რას უნდა დაუკვირდეთ ჩვენ. სააკაშვილის მმართველობის დროს იყო ერთგვარი დემოკრატიის განცდის შეგრძნება. ანუ საზოგადოების მხრიდან მათ შორის და ოპოზიციური ძალების მხრიდან შეტევის
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ის იყო, რომ შენ ხო ხარ კაცო დემოკრატიული პროდასავლური ხელისუფლება. შენ ამას და ამას რატო არ ღვევ? და მათ შორის ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც რაღაცა თვალსაზრისით სააკაშვილს ამ საკითხებში აკრიტიკებდა. აი სოზარ სუბარი მაგალითად თვითონ იყო სახალხო დამცველი. ხო, სახალხო დამცველი შენ NGO-შნიკი რო არ ყოფილიყავი და დასავლეთთან კავშირები რო არ ქონოდა, არავინ არ დაგნიშნავდა. თავად იყო იმ ასე ვთქვათ ლეგიონის ერთ-ერთი აქტიური წევრი. და სააკაშვილს რაღაცა თვალსაზრისით უწევდა მაგ ფარგლებში მოქმედება და მაგ ფარგლების გათვალისწინება, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ვიზუალის შექმნა. იმიტომ დემოკრატიის შუქურად იყო გამოცხადებული. და ეხლა უყურე ჩვენ რანაირ ეპოქაში შევდივართ. დასავლეთი ჩათვალე რომ აქედან მიდის, საერთოდ ჩვენთვის არავის არ ეცლება. ხელისუფლების შესაძლებლობების დაბალანსების საპირწონე რაღაცა მძლავრი ძალა გაქრება დასავლეთის სახით. ეხლა ეგ ცუდი იყო, კარგი იყო, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ფაქტია, ეგ აბალანსებდა ხელისუფლების აი ამ უკუჩვენებებს. როგორც გამოჩნდა. ანუ ხელისუფლება თურმე მორჩილი რო იყო და აქამდე ასეთ რაღაცეებს არაკეთებდა, იმიტომ არაკეთებდა, რომ დასავლეთის ეშინოდა თურმე. როგორც კი დასავლეთის ფაქტორი ეხლა დაიჩრდილა და სულ უფრო და უფრო გაქრება დასავლეთის ფაქტორი, ხელისუფლება შეეცდება ეს ვაკუუმი შეავსოს თავისი ავტორიტარული მიმართულებით წაიყვანოს პროცესებიდან. ანუ პროქართული კანონმდებლობის მიღება კი არ დაიწყეს. არა. ანტიგლობალისტური კანონმდებლობის მიღება კი არ დაიწყეს. თავისი პირადი ძალაუფლების თვითონ ხდებიან დრაკონები. ანუ მან არის ჩვენ შევდივართ სახიფათო მოცემულობაში, სადაც ძალიან კარგი პროცესი დასავლეთის აქაური გავლენების მოშლის აუცილებელი პროცესი, რომელიც ბუნებრივმა თავისთავადმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ გამოიწვია, დასავლეთი უბრალოდ სუსტდება ამ რეგიონში აღარ ყოფნის ძალები და უბრალოდ თმობს ამ რეგიონს და შეიცვალა იქაური გეოპოლიტიკური ხედვები და უბრალოდ მიდის აქედან და რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილავს, რომ აი ამ რეგიონს დათმობს თუ არა. ეს ძალიან სწორი, კარგი პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთის აქაური გავლენები იყო უზარმაზარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ამან ერთი სახიფათო გამოვლინების ფორმაც შეიძინა, რომ ჩვენი ქვეყანა გაირკვა, რომ აწყობილი მთელი სისტემა იყო ფორმულაზე, სადაც სისტემამ გამართულად რომ იმუშაოს, დასავლეთის დირექტივებზე იყო ეს ყველაფერი აგებული. ანუ დასავლეთ ეგრე ააგეს. დასავლეთს მოვაწონოთ თავი იყო რაღაცა შემაკავებელი ფაქტორი, რომლის გამოც ესენი ბოლომდე დრაკონად არ იქცეოდნენ ხოლმე. და მაგის შემდეგ და ისიც ესენი ერთმანეთში რომ ჭიდაობდნენ, ამათი ძალაუფლების ინტერესი და დასავლეთის ინტერესი რომ ამათთვის წაეგლიჯა თავის სასარგებლოდ ძალაუფლება, ამ ორი ნეგატიური მხარის ჭიდაობის საფუძველზე რაღაცა ბალანსი ყოფილა თურმე სისტემის შინაარსი. ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ მთელი სისტემის შინაარსი იცვლება, ირკვევა, რომ თუ ქართულმა საზოგადოებამ არ მოასწრო, არ მოახერხა თავისი ზეწოლი, თავისი მიწოლი, თავისი პოლიტიკური აქტიურობით, იძულება ხელისუფლების, რომ ეს საზოგადოება მიიღოს დამაბალანსებელ რგოლად და ამისი მოთხოვნები გაითვალისწინოს, ხელისუფლებას ირკვევა, რომ არანაირი მუხრუჭი და ვიღაცებს ეგონათ და ილუზიაში იყვნენ, რომ მორალური მუხრუჭები ექნებოდა თამათ. არანაირი მორალური მუხრუჭი არავის არ ექნება, ჩვეულებრივად დიქტატორულ კანონებს მიიღებენ და მე რა მეშინია, იცი? მე მაშფოთებს აი საზოგადოების რეაქცია უდიდესი ნაწილის რანაირი რაღაცა ხდება ახლა წარმოიდგინე ბოლოს ახლა დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ყველაფერი წაგართვეს, რაც კი შეგრჩენია პოლიტიკაზე, შენ ყოველდღიურობას, შენ ცხოვრების განსაზღვრაზე, რაიმე ზემოქმედება რომ მოახდინო. მიტინგის უფლება წაართვეს ხალხს. 5000 ლარიანი ჯარიმა დააწესეს მიტინგზე, გზა რო გადაკეტო ნებართვის გარეშე.
ხელისუფლების ლანძღვის უფლებას ართმევენ. პოლიციას მისცეს უფლება რომ ვისაც უნდა მოკიდებს ხელს წაიყვას არ დამემორჩილა იტყვის და 2 თვეს ციხეში. მარტო არ დამემორჩილა, პრევენციული დაკავება. მე ეჭვი მაქვს რომ ეს მომავალში რაღაცას გაფუჭებას აპირებს წამოდი ციხეში. მაგრამ დროს პრევენციულად დაკავებენ ამან თუ რაღაცა თქვა რომ რატომ აკავებ არ მემორჩილება 2 თვით ციხეში. ხო, აი გიჟური კანონები წარმოუდგენელი რაღაცეებს იღებენ ახლა. და ამ ფონზე ახლა უკვე მიდიან იქამდე რომ მოდი აი ინტერნეტშიც რო წერენ ეგეც პრობლემაა ჩემთვის ძალიან ხმამაღლა ვრცელდება ძალიან ზედმეტი გავლენა აქვს ინტერნეტს უცებ გამივრცელეს არაბებზე რო 6 მილიარდიან ქალაქებს ყიდი საქართველოში 6 მილიარდად ვაშენი ქალაქებს ნეგატიური კონოტაცია შეიძინა მაგან ხო და რაღაცა დაუბლოკოთ ჩვეულებრივ ადამიანებს ინტერნეტში მაინც ხმის ამოღების უფლება რომ აი ვერ გამაკრიტიკონ ფეოდალიზმი რო ჩამოვაყალიბე და საკუთარ ეზოდროვაქცია ეს ქვეყანა და ჩემი შვილების საკუთრება და პრივატიზაციას რო ვახდენ ჩემი შვილებს აი მაგაზე რო ვერ აკრიტიკო და ხალხი აი ზის რა აი მაგალითად რას იხარ ერთი კომენტარი დაიწერა და აი ადამიანი კითხულობს თქვენს ხომ ეგინდოდათო დიდი და ძლიერი სახელმწიფო უყურეთ ჩვენ ჯერთი არ გვითხოვს არსად რომ ინტერნეტის ცენზურა გვინდა ჩვენ ერთადერთი რასაც ვამბობდი არსად არ გვითქი ტელევიზიების გარედან დაფინანსება უნდა იყოს შეზღუდული თქო სხვა ქვეყნებისგან სხვა ვიღაცა ის CIA რო აფინანსებს რაღაცა ტელევიზიას ან თუნდაც რა ვიცი FSB ეგ არ უნდა იყოს კანონით ნებადართული ეგ თქვით ჩვენ ამის იქით ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს რომ რაღაც ტელევიზია უნდა იყოს დახურული ეგ ერთი და მეორე ეს თან აქ ინტერნეტზეა საუბარი არა მარტო ინტერნეტზე და იმას კი არ არის ეს არ არის ძლიერი სახელმწიფო აი მაგისკენ მიმყავს უყურე ხალხო ეს არ არის ძლიერი სახელმწიფო კაცო არა ნუ მაგ ილუზიებში ნუ გადავარდებით რომ ეხა რაღაცა დავით აღმაშენებლის საქართველოს აშენებს ქართული ოცნება მე გეტყვით რა მოხდება უბრალოდ ძალიან ვიწრო ჯგუფი ჩაიგდებს თლიანად ტოტალურად ხელისუფლებას ხელში არანაირი რაღაცა ძლიერი საქართველო არ იქნება დაბეჭავებული გაპარტახებული საქართველო იქნება საიდანაც ქართველები გაიქცევიან როგორც აქამდე გარბოდნენ და უბრალოდ საყოფაცხოვრებო დონეზეც შენ შეგექმნება პრობლემები ეხლა ვიღაცა ამას ისე აღიქვავს რომ მე ეს არ შემეხება შენ შეგეხება შენი კომენტარიც არ მოეწონებათ და ხვალ რა მოხდება კიდე იცი აი როგორც სააკაშვილის ზღვარგადასული პოლიტიკა ჩვეულებრივ რიგით ადამიანებსაც შეეხო ეგეთი ფაქტებიც გაჩნდებიან ხელისუფლებასთან ასოცირებული ან პირდაპირ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიც მათ შორის ხვალ დაიწყებენ ჩვეულებრივ ადამიანებთან რაღაცა კონფლიქტში შესვლას სადაც ზღვარი მოშლილი იქნება უკვე შენი დამცველი არავინ არ იქნება და პოლიცია შენ წინააღმდეგ იქნება პროკურატურა შენ წინააღმდეგ იქნება სახელმწიფო შენ წინააღმდეგ იქნება და ბოლოს შენ დაიჩაგრები კარგი თქვათ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ მე მაინც არ შემეხება კაცო მე საერთოდ პოლიტიკა ფეხებზე მკიდია მე უბრალოდ ტელევიზორში უყურებ რაღაც გასართობ რაღაცებს და საერთოდ პოლიტიკა არ მაინტერესებს მე ჩემთვის მოდივარ ასე ხო შეიძლება ვიღაცამ შეხედოს და უყურეთ რა შეესაქმე თქვენ ხართ ყველანი ამ ქვეყანაში არსებული რეალობის ტყვეობაში და თქვენ თუ კი რამე არ მოგწონთ თუ კი ქვეყანაში რაღაცა უსამართლო გიგაჩნიათ მაგაზე ხმის ამომღები ვინც იქნება იმას ხო შეექმნება პრობლემა თქვა ვიღაცა ვისაც პოლიტიკა ფეხებზე კიდია ის არ არის ხმის ამომღები ხო მაგრამ რაღაცა ხო არ მოგწონს რაღაცა ხო არასამართლიანად მიგაჩნია ვიღაცა ხო უნდა იყოს მაგაზე ხმის ამომღები და ხმის ამომღების ბერკეტებს თუ შეზღუდავენ ხმის ამომღებიც რო არავინ არ იქნება ეგ ნიშნავს იმას რომ ჩვენი ყოველდღიურობის განსაზღვრა იმდენად ყოველგვარი პასუხისგებლობების გარეშე შეეძლებათ ანუ რაღაცა აი ისე შეუძლიათ გაიფორმონ ისე შეუძლიათ კორუფცია აწარმოონ ისე შეუძლიათ თქვენგან გადასახადები ყველაფერი დაგაკისრონ დაგაჯარიმონ ყველაფერი დაუსჯელათ
ისე შეეძლებათ, რომ ხმისამომღები არავინ არ იქნება და ამიტომ აქ საკითხის ასე დაყენება არ შეიძლება კონკრეტულად მე ხო არავინ არ შემზღუდავს ინტერნეტში, კაცო მე საერთოდ ინტერნეტში არაფერს არ ვწვდ. ასე ხო არ არის, არა? ეს თვითონ ფაქტი უკვე არის იმის მოცემულობა, რომ ყველას ეხება. ეს აისახება სულ ყველაზე პოლიტიკურად დაუსჯელი იქნება ქართული ოცნება და დაუსჯელობა ნიშნავს თავისთავად ცხადია ყოველდღიურ ევროპაში. ნახე კონკრეტულად ჩვენი ჯგუფის პრობლემა არის შემდეგი რა. ჩვენი ანალიზის და დაგეგმარების ჰორიზონტი არის, პირობითად რო ვთქვა, დავუშვათ 2 წელი. აი 2 წლის მერე რა მოხდება მაღაზიებში ვსჯელობთ, ანალიზს ვაკეთებთ და ამის ახსნას ვცდილობთ ხალხისთვის, რომლის დაგეგმარების ჰორიზონტი არის 3 თვე. და ამიტომ რაღაცებს რო ეუბნები ხალხს, ეს ხალხი ბრაზდება. არა ეგრე არ არის, თქვენ რაღაცა შიშებს თესავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? არა და რეალურად მე ირკვევა ხოლმე რომ ეგ მოხდა, უბრალოდ მერეც არავინ მაგას არ აღიარებს, იმიტომ რომ მაინც დაგეგმარების ჰორიზონტი 3 თვე არის და თვითონ რახან 3 თვე აქვს დაგეგმარების ჰორიზონტი, შენ 2 წლით ადრე რაღაცა რო უთხარი, მაგას მაინც არ გიღიარებს. ეგ ერთი. მეორე, ნახე რა ხდება, აი ჩვენ რო ხალხს ვარწმუნებდით, რომ ხალხო საპარლამენტო არჩევნებზე მოახერხეთ, გადალახეთ თქვენი შიში, თქვენი რაღაცა ეს ტვინების რეცხვის მექანიზმი, რომელსაც თანამედროვე ტელევიზიები ქვია და დაგვიდექით გვერდით. რატო გეუბნებოდით? გეუბნებოდით, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას რაღაცა დაბალანსება აუცილებლად ჭირდებოდა. თქვენ ეგ არ გაითვალისწინეთ და გაექანეთ სულ ყველა და ხაზეთ 41. რომ ვაიმე დედა ნაცები არ მოbrunდება. ეხლა რა პოლიტიკური პროცესი ხდება, ამას ქვია ძალიან კონკრეტული რაღაცა რა. არაფერი ძლიერი სახელმწიფო აქ არ იწყობა. აქ ხდება, მყარდება ბიძინასტანი. აი მართლობის ფორმა თუ გაინტერესებთ რა არის, ამას ქვია ბიძინასტანი.